ვის შეეხება ქართული ოცნების ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უცხოურ დაფინანსებაზე, პოლიტიკურ აქტივობასა და პარტიულ საქმიანობაზე წესები მკაცრდება. გრანტების შესახებ, მოქალაქე და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონებსა და კიდევ 5 კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე ხვალ გაიტანენ. 7 კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტში პირველი გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია. ის დღეს ოცნების პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი იურისტების შეფასებით ბევრად უფრო მასშტაბურ და სახიფათო ცვლილებებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ კანონი მხოლოდ გამჭრელობას ემსახურება, იურისტთა ნაწილი მიუთითებს, რომ რეალურად ეს ცვლილებები საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება. იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში წერს, რომ გრანტების შესახებ კანონში შესატანი შესწორებები აღმართავს დიდ გამყობ კედელს საქართველოს მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ბრაჭველის განმარტებით, ახალი წესებით მრავალწლიანი ციხე ემუქრება არა მხოლოდ იმას, ვინც ფულს იღებს, არამედ იმასაც, ვინც გასცემს. ამავდროულად იურისტი ხაზგასმით ამბობს, რომ ქართული ოცნების დაპირება, თითქოს ეს კანონი ემიგრანტებს არ შეეხებათ, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ეს ცვლილებები დიდ გამყობ კედელს აღმართავს ამ ქვეყნის მოქალაქეებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ვიკრძალავს რა ქართველებს მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოელისაგან ნებისმიერი სიკეთის მიღებას, როგორც ფულადს, ისე ტექნოლოგიურს, საინფორმაციოს ან საქველმოქმედოს. და თუ მაინც ასეთი ბენეფიტი აღმოგიჩინეს და თან ჩვენს მიმდინარე საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რაიმე მოსაზრება დაგწვდა, 6 წლიანი ციხით გვემუქრება. ამ კანონის ინიციატორების პასუხი ჯერჯერობით ერთი დაპირებით შემოიფარგლება. ემიგრანტებისაგან საყოფაცხოვრებო მიზნით გადმორიცხულ ფულს არ შევეხებითო. 2025 წლის 31 მაისს ძალაში შევიდა ეგრეთ წოდებული ფარას კანონი, რომელიც ასევე არეგულირებს უცხოეთის ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან რაიმე სახის დაფინანსების მიღებას. ამ კანონის პირველივე მუხლი კი უცხოელად თვლის საქართველოს იმ მოქალაქესაც, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის. მარტივად რომ ვთქვათ, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებსაც უცხოელებად განიხილავს და მათგან ფულადი ბენეფიტის მიღების შემთხვევაში შესაძლოა აგენტების რეესტრში დარეგისტრება მოგთხოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით დაგემუქრონ. ამ ორ კანონს შორის ერთი ის განსხვავება, რომ ფარას გრანტების კანონთან შედარებით ოდნავ მეტი მტკიცება და გაწერილი პროცედურები აქვს და მეორე ის, რომ ფარათი მხოლოდ 5 წლით გაგიშვებენ ციხეში და გრანტების კანონით კი 6 წლით. დანარჩენი იგივეა. ამიტომ ის ერთადერთი დაპირებაც კი, რასაც გრანტების კანონის ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, ემიგრანტების გზავნილებს არ შევეხებითო, სათავეშივე ტყუილია. გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად ზუსტდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის მიერ საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისაკენ ან შეცვლისაკენ. ასეთი გრანტის მიღება პირს მხოლოდ მთავრობის წინასწარი ნებართვით შეიძლება. გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. გრანტების შესახებ კანონმდებლობის ცვლილება არის სწორედ ის შედეგი, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებოდით 2 და 3 წლის წინ, რომ ეს იყო რუსული გზის გამეორება, იმ გზის, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა 2012 წლიდან, ივანიშვილის საქართველოში ეს ყველაფერი დაჩქარებული წესით ხდება, თუ ადრე მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპაგანდით იკვებებიან და პროპაგანდით იქმნიან წარმოდგენას რეალობაზე, ჯეროდა რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ექნებოდა მავნე შედეგი, ახლა ალბათ დარწმუნდნენ უნდა, რომ შეეხება თითოეულ მოქალაქეს, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰყავს ოჯახის წევრი, მაგალითად უცხოეთში, საიდანაც ისინი უგზავნიან მათ სარჩოს, საიდანაც უგზავნიან თანხას, 3.3 მილიარდი არის გზავნილები ყოველწლიურად საქართველოში საზღვარგარეთიდან. ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ახლა ამ ფინანსური რეპრესიების მსხვერპლი. დღეს ვცდილობთ თქვენ კანონის ძალით აკრძალოთ. კანონის ძალით აკრძალოთ კრიტიკული აზრი და პოლიტიკური აქტივობა და ეს არ მიემართება მხოლოდ მე შეგნებულად არ ვთქვი არც პოლიტიკურ აქტორებზე, არც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე, ეს მიემართება დღეს უკვე ამ წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი თქვენი ხელისუფლების მიმართ. თქვენ გეგმავთ ამ საკანონმდებლო პროექტით უცხო ძალის ინტერესად გამოაცხადოთ თითოეული ის მოქალაქე, რომელიც
თავის პოლიტიკურ საზოგადოებრივ საქმიანობას განახორციელებს და რომელიც არ იქნება თქვენს ინტერესში, თქვენს პოლიტიკურ ინტერესში და ამის შემდეგ დაიწყოთ მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ თავის ოჯახის წევრს საქართველოში ჩაურიცხა თანხა, კონკრეტულ თანხა გადასცა, აჩუქა, ჩაურიცხა, რა აქვს მნიშვნელობა. ამ თანხას ეს მოქალაქე გამოიყენებს თავის საზოგადოებრივ პოლიტიკური აქტივობისთვის. ამ მოქალაქემ თავისი საზოგადოებრივ პოლიტიკური აქტივობით გააკრიტიკოს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკა, ასევე თავისი არაერთჯერადი, არამედ ყოველდღიური აქტივობით ამხილოს მაგალითად კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლება, ეს კონკრეტული თანხა ჩაითვლება თუ არა გრანტად, ამ პირს, ამ მოქალაქეს, ჩვენს მოქალაქეს დაეკისრება თუ არა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მთავრობისგან არ მიიღებს კონკრეტულ ნებართვას. ვთქვათ, რომ იმითად ნორმა, რომელიც ამბობს, რომ თუ ემიგრანტი თავის ოჯახის წევრს ჩაურიცხავს თანხას საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე და შემდეგ უკვე მის მიიღებს ასეთ თანხას თუ გადაწყვეტს, რომ რამე პოლიტიკური მესიჯები გაავრცელოს უკაცრავად სლენგისთვის, თუნდაც სოციალურ ქსელის მეშვეობით ან პოლიტიკური საქმიანობით დაკავდეს, ეს მას ეკრძალება. და ვერ მეტყვით ასეთ ნორმას, იმიტომ რომ ასეთ ნორმა არ არსებობს. არ წარმოდგენილ კანონპროექტში ასეთი რამ მითითებული არ არის. აქ არის საუბარი რაზე, რომ როდესაც უცხოელი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოსში ბინადრობის უფლების მქონე პირს მათ შორის ისეთ ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთშია მართალია რეგისტრირებული, მაგრამ არსებითად საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით საქმიანობს, თუ პოლიტიკური მიზნით ჩაურიცხავს, ანუ თანხას ჩაურიცხავს იმისათვის, რომ საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე ზეგავლენა მოახდინოს შესაბამისად თანხის მიღებმა პირმა, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართულია სახელმწიფო ხელისუფლების პოლიტიკის შესვლისკენ, ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ, დიახ, ეს გრანტია და საშუალება ვალდებულება ექნება პირს, რომ აიღოს საქართველოს მთავრობისგან შესაბამისი თანხობა. რეპრესიული ცვლილებებით ასევე პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისაგან, აიკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ ინიციატივას საერთაშორისო პრაქტიკით ამართლებს და მას გაგრილების პერიოდს უწოდებს. მისი თქმით, ადამიანს, რომელიც უცხოური ინტერესის გამტარ სტრუქტურაში მუშაობდა, გარკვეული პაუზა სჭირდება პოლიტიკაში ჩართვამდე. ამ ფონზე სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება საარქივო ფოტოები, რომელზეც შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე ჩანან. 2010-2013 წლებით დათარიღებულ კადრებში კობახიძე და პაპუაშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხილვაში მონაწილეობენ. წარსულში კობახიძისა და პაპუაშვილის მესამე სექტორთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციას არაერთი წყარო ადასტურებს. ქართული ოცნების პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კი არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობასა და მათთან თანამშრომლობას უარყოფენ.